სამი ნიშანი იმისა, რომ თქვენ ძალიან მძიმე ჯადო გაქვთ. პირველი, გეღვიძებათ დაახლოებით 2-დან 4 საათამდე, გეღვიძებათ შფოთვით, ნახულობთ უაზროდ ბევრ სიზმარს, გეღვიძებათ ძალიან ხშირად და გული გიჩქარდებათ ზოგს შეიძლება არ გიჩქარდებოდეთ, მაგრამ აფორიაქებული ხართ. ნიშანი მეორე, მოულოდნელად თქვენს გარშემო მყოფები, ვისაც კარგი ურთიერთობა გქონდათ თქვენთან, გადადიან ცუდ ურთიერთობაში. საყვარელი ადამიანი შეიძლება მოულოდნელად დაგშორდეთ, წამოგიყენოთ პრეტენზიები, რაც არასოდეს არ წამოუყენებია, დაგიწყოთ უაზროდ ჩხუბი, კინკლაობა და ასე შემდეგ. ასევე ნათესავები, ოჯახის წევრები ისე შეიძლება გეჩხუბონ, სიტყვებზე გამოგეკიდონ, დაგებოღმონ, ტენზულები გახდნენ თქვენს მიმართ. მოკლედ, ისე შეიძლება თქვენს გარშემო შეიცვალოს ადამიანები, რომ მუდმივად იყოთ, ან ქუჩაში ადამიანი გეჩხუბოთ, ვეღაცამ გაგლანძღოთ, დაგწყევლოთ. და მესამე, ხართ მუდმივად მოთენთილი, არ გაქვთ ძალა, განიცდით თავის ტკივილს მუდმივად, თითქოს მოდუნებული ხართ, ყველაფერი გეზარებათ, სულ გეძინებათ, ხართ უხასიათოთ, არსაწასვლა არ გინდათ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ფოტოებს ადამიანები დაატარებენ რა ვიცი 1000, ხო, მე სულ ამას ვიძახი, რომ საფლავში ფოტოს ჩადებას მეგობრებო და ნეკრომაგიის გაკეთებას ჯადოქარი არ სჭირდება. სხვადასხვის ეხლა მე ტელეგრამზე ვისაუბრე კიდევაც ეს იდო სოციალურ ქსელებში ეს ფოტო და კლიენტის, ჩემთან მოვიდა კლიენტი და მომიტანა ფოტო 5 წლის ბავშვის ფოტო ჩაუდიათ საფლავში. საქართველოში ხდება ეს ეხლა. რა დააშავა ხო ბავშვმა? რა თქმა უნდა არაფერი. მაგრამ ალბათ დააშავა მისმა დედამ, ან მამამ, მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ მეგობრებო, და გასამწარებლად გააკეთეს. ამიტომ გაითვალისწინეთ. ადამიანი ყველა, გულისხმობ ყველა, როცა დაჭირდება, არის დაუნდობელი. ადამიანი არ გპატიობთ თქვენზე უკეთესად ყოფნას. თუ მას ბოროტიგენი აქვს, ის საერთოდ გაგანადგურებთ. თუ ბოროტიგენით არ არის დაკავებული, შეიძლება დიპლომატიური შურით აკმაყოფილდეს. ამიტომ დაცვა და დაცვა.